TV პირველის შიდა ქართლის ბიუროს ოპერატორის საქმეზე მოსამართლე დავით პაპუაშვილი გადაწყვეტილებას 1 მაისს გამოაქვეყნებს. სასამართლოს სხდომა კი დღეს 10 აპრილს გაიმართა. ლაშა ჯიოშვილის Facebook პოსტში განთავსებული ვიდეოსთვის, სადაც პოლიციის სისტემაზე საუბრობს, ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. მას ოქმი პოლიციისთვის შეურაცხყოფის გამო შეუდგინეს. საქმე 6 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოებს ეხება, რომლის მიხედვით კერძო ავტომანქანის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია. შემდეგ კი აქციის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. მას კი ლაშა ჯიოშვილის თქმით პატრულმა ჯარიმა არ გამოუწერა. Გამოვიკვლიეთ ყველა მტკიცებულება, დადასტურდა ამ მტკიცებულებებიდან ის, რასაც ვამბობდით, რომ ლაშა ჯიოშვილს არანაირი შეურაცხყოფა კონკრეტული პოლიციელებისთვის არ მიუყენებია, მან გამოხატა თავისი, ასე ვთქვათ, საპროტესტო დამოკიდებულება და ნეგატიური დამოკიდებულება უწყების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, თვითონ კონკრეტული პოლიციელის პატაკიც იყო, რომელიც არ უთითებს, რომ მას ვინმე რაიმე შეურაცხყოფა მიაყენა. შესაბამისად, ფიქრობთ, რომ მოსამართლემ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არ არის მარტივად ესე საქმე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ფიქრობს, ამიტომ 1 მაისს გავიგებთ. მტკიცებულება არსებობს ამის, რომ მე ეს სამართალდარღვევა არ ჩამიდენია არც ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის, არც ერთი პატრულის თანამშრომლისთვის. არ შემიგინებია ადამიანები გვიკრძალავენ ჩვენი აზრის გამოხატვას, მათ შორის გინებით, ჩემს პირად Facebook პოსტებზე. აი ეს რაც მაწერია, ეს არის ჩემი აზრის გამოხატვის თავისუფლება. დღევანდელი შსს არის შიგ საბჭოთა საქართველოში. და მაშინაც ვუთხარი, რომ შეგიძლიათ ესეც მიიღოთ შეურაცხყოფად და როგორც კი გავალ ახალი საქმე აღძრათ, აი ამ მაისურთან დაკავშირებით. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ლევან რუსიშვილმა, რომელმაც ლაშა ჯიოშვილს აღნიშნულ საქმეზე ოქმი შეუდგინა, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა, ხოლო მოკლე კომენტარი შემოიფარგლა. თქვა, რომ ყველაფერი სასამართლოზე წარადგინა. ყველაფერი სასამართლოზე არ წარმოდგენილი, ხალბატო, ყველაფერი. ლაშა ჯიოშვილის მხარდასაჭერად დღეს გორის რაიონულ სასამართლოსთან მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი შეფასებით, მაშინ როცა ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, სამართალდამცველები სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტების გამო ოქმების შედგენით არიან დაკავებულები. ამასთან ჩნდება კითხვა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ. იმ რეალობაში მივედით, რომ Facebook პოსტების გამო სასამართლოზე ვიწევს სიარული. ეს არის გაფორმებული დიქტატურა, ანუ აქ უკვე აღარაფერი კითხვის ნიშნები აღარ დაისმევა, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებიც ასამართლებენ Facebook-ის პოსტის გამო, ეს არის გამოხატვის აზრის შეზღუდვა. ნუ დღეს ვიხილეთ, რომ ეს პრეცედენტებიც უკვე დადგა საქართველოში. ესენი უკვე რუსული დიქტატურის ტემპებს ასწრებენ საკუთარი დიქტატურის მასშტაბებით. 350 გადაწყვეტილება კანონ პროექტის სახით მიღებული აქვს უკვე აი ამ გასული 5-6 არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში და ყველა ეს გადაწყვეტილება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საბოლოო დიქტატურა დამყარდეს საქართველოში. Რამდენი გამოწვევის პირობებში, აი აგერ ჩრდილოეთიდან რუსული სპეცსამსახურების პირობებში ძალიან საშინელებაა უბრალოდ ადამიანისთვის უყურებდე შენი სპეცსამსახურები, შენი სამართალდამცავი ორგანოები რითი არიან დაკავებულები და უკვე Facebook სტატუსებზე და Facebook სტატუსებზე თან სადაც მართალი ხარ ადამიანი გადავიდნენ და ესე Facebook სტატუსებში იქეკებიან. ალბათ ამის შემდეგი ეტაპი იქნება უკვე Facebook-ის გაუქმება, ინტერნეტის გაუქმება, რა ვიცი 1000 სიგიჟე შეიძლება მოაფიქდეს ბიძინა ივანიშვილს და აი ამ სიგიჟეების ვერტიკალში არიან ჩამდგარი ეს ადამიანებიც და შეგახსენებთ, რომ ლაშა ჯიოშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო 173 მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.